ჩელენჯი ნაწილი 2. ჩემი საყვარელი მორაგული. საკუთარი თავი. ჩემი გემრიელი კერძი. იყარი. კინატომ შეეწირა ჩვენი ლალი ჩელენჯის გადაღება. თვის ბოლოს ავალთ 225 და ხოლმე. ვე. თვის ბოლოს ვე. თვის ბოლოს ვე. ამიბაინა ფილტრია ახალ და გავაკეთოთ ბომბარდილო კროკოდილო ეს მეორეზე ბომბარიტო ბანდიტო ეს ვიცი მეხუთეზე ბომბინი გუსინი რაო ლირილი ლარილა ეს ახალია რაღაც ტრული მერო ტრული სინა მეექვსეზე ფრულილა ფრალა ეს რა ნახლები წამოვიდა ტანგ ეს ვიცი მოდი მესამეზე იყოს ბობრინი კოკოსინი ესეც ჩიმპანზინი ბანინი აი ეს უფრო უკეთესი იქნებოდა ნახე ჩიმპანზინი ბანანინი მაგრამ გაიგოს ტრალალერო ტრალალა როზე ხელები მაღლა რასაყვარელია როგორ ზინავს ეგრე ისი რა მაგიძინებს აუ რა გიდა შეც ეგრე გძინავს ხოლმე ალიკვალი მისია ვაჩი რა ვახარ ნა ვერ გიცანი გიგი ვარ ოკუჯა ვერ მიცანი ვერაც მავა არ გიცანი აი მე გადავები არა არ გეღადავები მაცა 2 წამი გიგი რაშვები ჩემისმა ჩემი სიცოცხლე კაცი მომიკითხე შენები და მადონადეიდა ბიჭო 2000 ლარი მიდა ზეგამდე და გეხოცები დამიდე რა ბარაძი ველოდები ვაიმე მომეჭრას თავი ბიჭო როგორ ვერ გიცანი ხო ისი მინუსი მაქვს ვაში მაპატიე რა ხო არიან შენები მაგათ ხო ხარ მაგათ ჩემი ძმა ჩემი სიტუაციაც ხო იცი სამსახურში ერთად მუშაობ მაგრამ ჭირდება ეგ ფული რა და ერთხელ სამუდამოდ მითხარი რა როდის მომცე მაგ ბიჭო არ ინერვიულო ზეგ ვყიდი ნაკვეთს ხო ისი არ გავარ გასაქცევ კაცთან რაღაც არ გაგიქცევი არსაც ზეგ ნაკვეთს გავყიდი და ეგრევე დაგაჯახებ რა ჩემი ძმა ხარ გავიქეცე გაკოცება შენიც ხო ბიჭო აგ ჩემთან რუბაში დელიზე მანქანა უნდა დავითრიო შეჩემ 100-იანის 14-ში ვარ ხო რაღაცა მანქანები ჩამოყვანა და ამბებია და მაგაუჩიდე მიდი კოს სამამი ჩემი ძმა ესა ხო რაღაც მანქანები ჩამოყვანა და ამბებია რა კი ავტოიმპორტ საქართველოში აი ხარის მაო აჩი მანიანი ალბათ ხვევი მანიანს რატომ ეძახიან მოკლედ რა X5 მინდა ახალი და შემომთავაზე რა ვარიანტები თუ სმახ აჩი ეხა X5 ხო იცი რა ცოტა ძვირიანი სიამოვნება თანხაზე პრობლემა არაა მიდი ძმაო მიდი შენიცებ მოდი მაშინ კაი Mercedes-ი G-კლასი ახლა მერსე გავარ მე ეხა Mercedes-ის გამდარებ Mercedes არა Camry-ს დაუვითრე მიდი რა BMW გააძრე რა კარგი მოკლედ გილოცავ შენაძენს რა ძალიან მაგარი მანქანა არის სულწვანეზე მეგობარო მაგრამ მოდი ეხა ჩემ თანაშმოყს დაუძახებ ყველა დეტალზე ნიუანსზე ის გაგარკვევს რა გიგი მოდი ერთი წუთი მოვალ ხო გიგი ეს აჩი არის ჩვენი კლიენტი X5 იყი და ეხლა აკუშაო კი არა აბა ბული არ მაქვს ბიჭო ხო იცი სატაქსაოდ მე შეძბობას პიცაა სატაქსაოდ კი არა მოდი ბიჭო დავითრიე კი ჯიგარი ხარ მომილოცი მიდი მაგრამ აი ეს ძმანძია ვარკეთილელი რეპერი ლალია იმენა რა არა, კარგად გაცვია, კარგად. იო. შენი ემოცია ყველაფერი ამის გარდა. რა ზმანებს აძრობ ხოლმე მოკლედ? იუკერები რა გინდა შენი ჰოლივუდი. ეხლა მეგობრებო მეტროში დიდი სკანდალი უნდა დავაჭრიალო. შევალ მეტროში სამჯერ დავუკვირებული ვარ და უკვირი ვარ ხოდა შემდეგ უკან გამო. ვირი ვარ შემდეგ უკან გამოვა. ნახე დავიჭირე.
მოშორდი რა წადი ზოთა წადი წადი მოშორდი ხა მაშინ შემეხლა გატალი ეშულო რამდენი წელსა ხარ წადი ხა დაიყარ გადავდი ხა აქედან გადავდო 2 ლარი მოიწ 20 ლარს მოგცემ გადავდი პაზაკცე თუ მჯეროდეს ბიჭო რა ხوار ხატაო ვიც მეუბნებოდით რომ ნუ ხაფხიკავ ამ ლოტოსო დაგხუპავსო ეს ხო გეუბნებოდით 3 ლარი მევი დედა სკოლაში მჩაგრავენ არა უშაშვილო შენ მათზე წარმატებული გაიზდები მამა სკოლაში მჩაგრავენ წადი შენი ჩმორი დედა კი ესე იგი უნდა იაროს სამან და გადავადგმევნოთ ფეხი გადადგინ left right გადადგით ორი მიგალეწე ფეხები მიდი ჩემო ზანგო ისაკიერდა მიდი გადადგი წადი და ნაყინი ჩემზეა მიდი მამას პეპელა მამას ფანცქვალება მიდი მოვიგე აი აგერ ცოლ მასაჭველი არ გაუკეთა და დაიწყო თვითონ მომზადება აი მეცინე თუ გაჭამო უნდა მოსულიყო კარგით ხო მეგობრებო არ დაიჯეროთ რა დაპალიო რომ ყვავილები ამოვიდა ამ გათხოვს შეგეწვამა მე ვთხოვე მომზადება არ დაიჯეროთ დილამშვიდობისა ჩემო სიყვარულის კუნწულაო აუ საპირფარეშოში მინდა მაგრას თუ გინდა დაგითმობ ჯერ შენ შედი და მე მეშევა არა ორჯერ მოვჯვიდაჟე ერთხელ ნორმალურად მეორეჯერ ცოტა აი ამ განსხვავებულით მე მინდა ყველა იმ კაი იმ ყველა დედამო შეჩემო ძეში რომ საღმოჩეს ნახე რაღაც ქათმის კრინტებს რო აჭმევდნენ ძროხებს და რამე მე მაინც ჯანსაღირძით ვიკვებები მარტო მოგესალმებით მეგობრებო მოდით ერთად გამოვაცხოთ ხაჭაპური ცომისათვის კი დაგვჭირდება ცოტა შაქარი ფქვილი კვერცხი და რძე მე ამ შემთხვევაში ვინაიდან და რადგანაც არ მქონდა რძე შეგვიძლია გამოვიყენოთ ქათმის ან ნებისმიერი ფრინველის სკინტლი რას მიყაფა ეგ ქვარ გესრანოს ამ სროლერის დედამო აუგუშინ სამსახურში ძალიან შემცირდა ტელეფონის ბრალია ეგ მერე ავტობუსმა გამოსწრო ეგეც ტელეფონის ბრალია შუა გზაში გაწვიმდა ეგეც ტელეფონის ბრალია მოვედი საჭმელი არ იყო ესეც ხო ტელეფონის ბრალი იყო ოღონდ ნეტა ვისი ხოდა რომ გაწვიმდა ქოლგა ქონდა არა ხოდა ტელეფონის ბრალია გათიშული რომ დადიხარ კბილი ამტკივდა ტელეფონის ბრალია ხელფას მიგვიანებე ტელეფონის ბრალია ცუდ სიზმრებს ვხედავ ტელეფონის ბრალია ფრჩხილი მომტყდა ტელეფონის ბრალია შეყვარებული დამშო ტელეფონის ბრალია ვეგანი გავხ ტელეფონის ბრალია მეთქი ავტობუსმა გამას ტელეფონის ბრალია ჩვენებმა საბერძნეთს მოუგეს ტელეფონში უყურე არა სტადიონზე ვიყავი მაშინ ბრავო შენც და ჩვენებსაც რა იქნება დამირეკოს ზარი მაინც გამოუშვოს ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნებოდი ერთხელ მხოლოდ წამით მაინც გამოექცეს ზარი რამდენი ხანი ველოდები მის ზარს დამირეკე გთხოვ დამირეკე ხოდა მასე რეკე ახლა დედი როგორ გამიხარდა შენი სტუმრობა ერთი მე ვარ ინგლისის დედოფალი და მეორე შენ გაგიხარდა ჩემი ნახვა ხო და ახლა უფრო გაგახარებ სტუმრად კი რა საცხოვრებლად გადმოვედი
შვილო, ყავა მოგვიტანე და კორვალურით ჩააწვეთე. ვიცოდი რომ კედლებს ასხდებოდი სიხარულისგან. რატომაც არა დე? მე მოსვლის დღიდან შენ დანახვაზე მე-900-ს ვეწეოდი ხოლმე. გოგო, 2 პარასკევი დაგჭა, ორივე დამჭა. 4 პარასკევი დაგჭა და კიდევ ვერ შეეშვი ამ აფერისტობას. შვილო, მეორე ყავაში ფეხების გაჭიმვის დამაჩხარებელი ჩააწვეთე. სურვილი მოუღი ამ ქალბატონს, ხმა არ უნდა მოიღოს და მთელი დღე უნდა ალაგოს. ძალიან ბედნიერებაა ოჯახში ეს ყველაფერი კარგად მიდის ოჯახში და რავი, მადლობელი ვარ რა. ძალიან კაია. უხმოდ ალაგებს. ვის ეთამაშები, ჯოკერს რო ეთამაშები. ეგრე არ ჯობია ყველაფერს, აი შენ რო ჩუმად ხარ ოჯახში სიმშვიდეა. შობიარობის შემდეგ აღარ დახრა უწევს, აღარც არაფერი და ესე შვიდად ალაგებს სახს. ძალიან კარგი ფილოსოფია შემოლალი, მინდა გითხრა. ხმა, შემოლალი. ეს ული გადავახვალამდე რო იცოდე. ისე კაი რაღაცა კია მაინც. გამძლე და მთელი დღე რო დაალაგო არ დაიდება. თუ ნახევარი დღე მაინც. რა იქ ეგრე არისო? არა ძაღლიშვილი ვიყო თუ ეგრე ყოფილიყო. ვა, მამა. ამ სიცოცხლეს შეხედე დედიკოს როგორ ჩაიხუტა. აი თირემ დაიჭირო და ჩაკოცნო ბოლომდე. გემრიელოთ ედო ხელი. ო, საყვარლად ქონდა მოხეული ძა. ხარ დედიკოს დე. ვაიმე გინაცვალი. აი პატარა თათოებში ხო. თათოებში. პატარა თათოები რო. დედიკოსთანაც გამოგივიდა მა ვიდეო. აჰა, მადლობა ცხოველში ერთი ვიდეო კონდეს რავი. აბა ნახოთ რამდენ ლაიქს აიღებს ვალ ამ ვიდეოში. ახი რა ზაყვარელია. ხონეს უკიდე ხილდან. ეხუტება დედიკოს. ვაიმე ჩემი ცხოვრება. ჩემი ანგელოზი ხარ. საყვარელად ვია. ო, მაგარი ტიპია. ლალიკო, ლამაზი ვიდეო. მადლობა. რა ხდება? ვიფრინავთ, ყველაფერი მზად არის. წესრიგშია ყველაფერი მოატრიალე. კარგია. ვა, ეს რა? ტონეტის ქაღალდი რატო ვარ? ხელი გამიშვე, სადმე მაცრევ, ხელი გამიშვე. აი როგორ არ მიდოდა დილა ესე დაწყებულიყო. ეს ნახეთ. რატო? დილიდან რატო ყავაც კი არ დამილებია? ვა, ნახე შეჩემა ვარდიე. ხო, ლამაზია ეს. ვარდი ვეკლოთ ვის დაუკრეფია. მე რავი შეჩემა მე ხელი არ მიხლია და. არა, ანუ ვარდი ვეკლოთ ვის დაუკრეფიაო რა, გამოთქმა. მე მერას მეუნები შეჩემა რა, მე ხელი არ მიხლია და ვარდი საქარი და ეკალის, რო გინდა დაკრიფე. ნათლია. აგე ნათლია. ბიჭო, ნახე, წვიმა დაიწყო, არა რა წვიმა სახურავს ყავს მეზობელი ბიჭო. რა შვება? თქვენ რამდენი შვილი ყავთ? მე 2 და რა ქვიათ? ლაშა გიორგი და ანა მარია. ამათ ეგონათ ციხეში დამამწყდებდნენ. დედას გიტირებთ ბიჭო. 1-2 ნახევარი საათით და ისე გავწრები აქედან, ვითომ არც ვყოფილვარ. ძალიან ბევრი ადამიანი იქექება და განიხილავს ჩემს ცხოვრებას და მინდა გითხრათ რომ მე საერთოდ არავის ცხოვრება არ მაინტერესებს და არ ვიქექები და არ ვაკრიტიკებ. გარდა ჩემი ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა, ახლობლებისა, მეზობლებისა, ნაცნობისა, მათი თანამშრომლებისა, კლასელებისა, კურსელებისა, მსახიობებისა, ინფლუენსერებისა, პოლიტიკოსებისა და მეცნიერების გარდა. გამარჯობა, რა გითხრათ, რა გაცვიათ? გამარჯობა, დღეს მაცვია ზარა, ფეხზე, ბაზარა. ვაკეთებ ცეზარას. თქვენი სახელი? ნუგზარა. უი, სოკო დამწვარა. ვაიმე მართლა. მოდის ჩემი დაბადების დღე. არა, დედასი, ვაჟაციასი. ამისი. 4 ხალხი დაბადება. კიდე თეონა და მე ბოლოს, მარტის ბოლოს, რამდენ ლარიანს გამაკრავ შუბლზე. მე რამე მითხარი მარი. ჯერ მწარე ჭამე. კვლავ ტკბილი. თუ ეძებ გემოვნებასა. კიდე
ვიდავეძებ, სად არის? მაღაზიაში მივედი თაგვებისთვის წამალი მინდა მეთქი და აი თაგვის წიგნი არის ყველაზე კარგიო და რატომღაც ველოდი რომ რამე ეწერებოდა შეგნით და მასწავლინენ როგორ უნდა მოვკლათ თაგვი, მაგრამ საერთოდ არ წერია არაფერი და აი ეს თხელი რო ვესროლო, ჯერ რა ვიცი მე მოვარტყავ თუ არა, ან როდის გამოჩნდება, არ ვიცი და ბევრად სქელი წიგნები მაქვს სახლში. გიждები კიდევ და პომიდორის სალატს, ეღონ პომიდორის გარეშე უფრო მიყვარს და ნახეთ, დღეს ვიყავი ბაზარში და აი ასეთი ჯიშის ქინძი ვნახე, ანუ აყვავილებული. გემო ბევრად კარგი აქვს, ცოტა განსხვავებული გემო აქვს, მაგრამ აყვავილებული უფრო კარგი ყოფილა. ეხლა მას მოვაჭრი და მივიხო გემრიელად. რამხელა შუბლი გაქვს. მეცა თითქოს რაღაცა დევაჟუ მაქვს. თითქოს ეს კომენტარი განმეორდა. ნუ ალბათ დაგავიწყდეთ, რომ შუბლი მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ მაქვს. და უფრო მეტიც არაერთი ტრადიციული სუფრე გაშლილი და ჩემს შუბლზე. რა ბედნიერებაა 16 Pro Max რო უყიდი სულ და აი ნეკნემ დაგახვედრებს. ადლობა. მე რა ვიცოდი თუ 16 Pro Max უნდა ეშუქებინა. უკეთესად გაგიმასპინძლდებოდი. თაბარში შენ მაინც გამომიგზავნე ეხლა ნეკნები რაღაცეები, ლობიანები. თორე მოვკვდი ამ კაცს ამიჯამით. მაშინ ჩელენჯი აღარ მეკნება. აი, შეგერგოს. ნახე რა მაგარი ფოტო დავდე პროსტა ინსტაგრამზე. სასწაული. მუბაზგა. ანაირო იმენა ბრედ პიტი. მუბაზგა. ანაიროდ გააკეთე. აუ, სპასიბა ძმახარ. ბაჭ, ნახე ინსტაზე რა ფოტო დავდე მუბაზგა. ეს რა არის ბიჭო, ეხლავე წაშალი სირცხვილია, ვინმე არ ნახო. სიმახინჯის განსახიერება. იმენა კონკურსი მოდი ყველაზე მახინჯიტი. ნაგვის ხუთი ხარ, იმენა რას გავყავ, იმენა პეძი. სად აგდიხარ დროზე, ამოდი მამა შენი გიზგავს ვერ ვაკავებ კაც. მართლა? აი აბოთვე. მომეც ერთი რა გააკეთე. ფუ რა საზიზღო. რა საზიზღობა, გუგე რა გააკეთებინე. არა მომეწონა ხა. გამოიცანი ტიკტოკერი. მე რა შუაში ვარ მე ნათელა. ლუკა დექი წავედით. გოიმობაკ. ბაბოს კუტუ ვინ არის და ბაბოს კვანცი ვინ არის და მანახე კვანცები ბაბოს კვანცები გამიშალე ტერფები ნიონია გამოიცანი ტიკტოკერი ნაწილი 3 ანასტასია მოდით ფრუნკი დაიწენ და ყველა მომაყოლნე უნდა კაი ყველა გამოდის მოდი ბაიმ ესე იგი ჯერი მიშაყვარებული როგორია და მე როგორი ვარ ოკეი